სალამი მეგობრებო ყველას, დღევანდელ ვიდეოში ვისაუბრებთ აი ამ პლატაზე, რომლის შექმნის ტაიმლეფსი მაქვს დადებული ჩემს არხზე. მაგ ვიდეოდან საკმაოდ დიდი ხანი გავიდა, თუ წინა ვიდეოს უყურეთ reverse polarity protection-ზე, თქვენ უკვე იცით რომ ეს პლატა მუშაობს ლითიუმის აკუმულატორზე, შემეშალა პოლარობა, ანუ არასწორი მიმართულებით ჩავსვი ბუდეში ლითიუმის აკუმულატორი. და შესაბამისად დაზიანდა პლატა, დაზიანდა რამდენიმე დეტალი, მომიწია თავიდან გამოწერა ამ დეტალების და მოკლედ ამიტომ გაიწელა დროში. რაც შეეხება შექმნის იდეას, რაც იყო, მაგაზე მოგიყვებით ახლა. ესე იგი, მე ვთვლი რომ პროგრამირება საერთოდ არ ვიცი, თუ არ ჩავთვლით Arduino-ს პროგრამირებას რა თქმა უნდა და შესაბამისად ჭირდებოდა რაიმე მარტივი და პატარა ზომის მიკროკონტროლერი და მოკლედ გადავაწყდი A-Tiny 85-ს, რომელიც არის აი აქ. A-Tiny 85 არის მცირე ზომის და გაცილებით უფრო მცირე შესაძლებლობების მქონე მიკროკონტროლერი შედარებით Arduino-სთან და შესაბამისად თუ კი ვაკეთებთ რაღაცა ისეთ პროექტს, რომელიც არ მოითხოვს რაღაც განსაკუთრებული შესაძლებლობების მიკროკონტროლერისგან, A-Tiny 85-ის გამოყენება არის იდეალური ვარიანტი. შემდეგ უკვე დავიწყე A-Tiny 85-ის ამ მიკროკონტროლერის development board-ის გაკეთება, თუმცა მე მივხვდი, რა თქმა უნდა ისაც ვიცოდი რომ უკვე არსებობდა ეგეთი რაღაც, თუმცა გამომდინარე იქიდან რომ რაც კი იდეა მომივა თავში ვცდილობ რომ ყველაფერი პლატაზე გადავიტანო და ჩემს არ აქვს მნიშვნელობა ის არსებობს თუ არა უკვე, ანუ რეალურად ამ ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის რომ მქონდეს მოკლედ პრაქტიკაში ეს ყველაფერი და ამ პრაქტიკით ცოდნა ავიმაღლო. შესაბამისად დავიწყე ამ ბორდის გაკეთება, მაგრამ უშუალოდ მინდოდა თავიდან რომ ყოფილიყო უბრალოდ development board-ი. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ თითოეული პინი უნდა ყოფილიყო გამოყვანილი, უნდა ყოფილიყო ზდაბის რეგულატორი, რომ სხვადასხვა ძაბაზე ემუშავა და ასე შემდეგ. თუმცა მე მივხვდი, რომ შემეძლო შედარებით უფრო კარგი პლატის დაპროექტება და ზუსტად მაგ დროს ვფიქრობდი, რა შეიძლება გამეკეთებინა, არასოდეს არ მქონდა, ესე იგი, ესეთი თერმისტორით თერმომეტრი, ასე რომ ვთქვათ, ციფრული თერმომეტრი გაკეთებული და მოდი ვიფიქრე რომ მოდი გავაერთიანო ეს ორი რაღაც ერთმანეთში და მოკლედ მივიღეთ ესეთი რაღაც. ეს არის ჩვეულებრივი თერმომეტრი, იდეაში შექმნილი არის იმისთვის რომ სხვადასხვა კომპონენტების ზედაპირზე არსებული ტემპერატურა გავზომოთ და ანუ ეს როგორც წესი თერმისტორს არ იყენებენ ხოლმე იმისათვის რომ მაგალითად ოთახის ტემპერატურა გავზომოთ. გამომდინარე იქიდან რომ ძირითადად გათვლილი არის ეს თერმისტორი იმისთვის რომ იყოს უშუალოდ რაიმე კომპონენტის ზედაპირზე მოთავსებული. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ოთახის ტემპერატურის გაზომვა არ შეგვიძლია, როგორც ხედავთ, ეხლა ჩვეულებრივად ზომავს, მაგრამ ჩემი აზრით ეს არ არის ძალიან ზუსტი მონაცემები და უფრო ზუსტი მონაცემების მიღება შეგვიძლია იმ შემთხვევაში, თუ ზომავთ რაიმე კონკრეტული კომპონენტის ზედაპირის ტემპერატურას. მოდი ახლა ვისაუბროთ ზოგადად რა შეგვიძლია რომ ეს პლატა მაგალითად გამოვიყენოთ, ხო? ძალიან ხშირად არის ხოლმე ისეთი შემთხვევები, როდესაც ტესტავთ რაიმე სხვა პლატა, სადაც გვაქვს კომპონენტები, რომლის ტემპერატურა არის მნიშვნელოვანი, გადამწყვეტი და ბუნებრივია არ უნდა აღემატებოდეს სამუშაო ტემპერატურას ამ კომპონენტების ტემპერატურა. ბოლოს მუშაობდი პორტატული LED სანათის აწყობაზე, სადაც რამდენიმე დეტალი არის ისეთი, რის ტემპერატურის კონტროლიც და მონიტორინგიც არის აუცილებელი, როგორიც არის მაგალითად LED პანელი, თვითონ უშუალოდ LED ჩიპები და ასევე ძაბვის სტაბილიზატორი, თუნდაც ლითიუმის აკუმულატორი და ასე შემდეგ. ზუსტად მაგიტომ დამებადა ეს იდეა, რომ ქონოდა რაღაც ესეთი მოწყობილობა გავიგე, ვიცი რომ მაგალითად ჩემს მულტიმეტრსაც აქვს ეს ყველაფერი, მაგრამ როგორც უკვე ვთქვი, რაც იდეა მომივა თავში, აბსოლუტურად ყველაფერს ვცდილობ რომ გადავიტანო პლატაზე. რაც შეეხება მულტიმეტრს, შეგვიძლია მულტიმეტრის გავზომოთ, რა თქმა უნდა აქვს ეს ფუნქცია ზუსტად ანალოგიური პრინციპით, ესე იგი რაღაც კომპონენტების ზედაპირის ტემპერატურა, ასევე აქ ფოტოებს ჩავსვავ იმისათვის რომ გაჩვენოთ თუ რამდენად ზუსტად ზომავს იგივე ეს პლატა შედარებით ჩემს ხელთ არსებულ მულტიმეტრთან და ნახავთ რომ შედეგი არის აბსოლუტურად იგივე. თუ უკეთესი არ არის, ნაკლები მოკლედ საერთოდ არ არის. პლუს ამას არის ძალიან პატარა ზომაში, არის პორტატული, შეგვიძლია ნებისმიერ ადგილას წავიღოთ, დავტენოთ Type-C-ით და ასე შემდეგ. დანარჩენ დეტალებს უშუალოდ პლატას რაც აქვს მინუსები და პლუსები, მაგას უკვე შემდგომში გეტყვით აუცილებლად. რაც შეეხება გამოყენებას, როგორც გითხარით, მუშაობს ლითიუმის აკუმულატორზე, გვაქვს Type-C პორტი იმისათვის რომ დავმოხდოთ ეს ჩვენი ლითიუმის აკუმულატორი და ანუ გვაქვს ერთი ცალი ღილაკი მხოლოდ და მხოლოდ, რომლის ჩართვის შემთხვევაში ირთვება რა თქმა უნდა მთლიანი პლატა. რაც შეეხება კოდის ნაწილს, როგორც გითხარით, იდეაში თავიდან იყო ეს development board-ი, შესაბამისად აქ გვაქვს გამოყვანილი
არ ვიცი რამდენად ხედავთ, ეხლა ისეთ გამოჩნდება, გვაქვს გამოყვანილი სულ 8 პინი აქვს ამ A-Tiny 85-ს, გამოყვანილი გვაქვს 8 პინი. შესაბამისად, ჩვეულებრივად შემიძლია როგორც გამოვიყენო ისე როგორც თერმომეტრი და ასევე ისე როგორც ესე იგი development board-ი, ანუ შემიძლია მოკლედ ამ A-Tiny 85-ზე რაღაც ექსპერიმენტები ვატარო. დავწერო სხვადასხვა კოდი უფრო სწორედ, სხვადასხვა სენსორებისთვის მაგალითად და მოკლედ რომ გითხრათ, გამოვიყენო ისე როგორც ჩვეულებრივი development board-ი, როგორც არის მაგალითად Arduino და სხვა მსგავსი ბორდები. რაც შეეხება პლატაზე არსებულ კომპონენტებს, სქემის ესე იგი თითოეულ დეტალს აუცილებლად გაჩვენებთ, სანამ ფოტოს აუცილებლად ჩავსვავ. თუ ვინმეს კიდევ ყველა ვიდეოში ვიმეორებ და ეხლაც გავიმეორებ, თუ ვინმეს დაგჭირდებათ ამ პლატის Gerber ფაილი, შეგიძლიათ მომწეროთ ან დააკომენტაროთ, ან ლინკში არსებულ უფრო სწორედ ლინკზე გადახვიდეთ, სადაც დახვდებათ ჩვენი Facebook ჯგუფი, სადაც შეგიძლიათ შემოხვიდეთ და დასვათ ნებისმიერი თემატური შეკითხვა. ხო, რაც შეეხება პლატის დეტალებს, უშუალოდ ეს ნაწილი არის თქვენთვის უკვე კარგად ნაცნობი იმ შემთხვევაში, თუ ჩემს არხს თვალსადევნებთ, დამტენი მიკროსქემა და მისი კომპონენტები და თვითონ ეს დამტენი მიკროსქემა არის IP2312, რომლის საშუალებითაც ჩვენ შეგვიძლია დავუმუხტოთ ლითიუმის აკუმულატორი. შემდეგ არის უკვე აი ეს ნაწილი, სადაც თუ ხედავთ აი ეს შავი დეტალი არის MT36 თუ სწორად ვიძახი, არ ვიცი ჩავასწორებ თუ არასწორად ვიძახი, ეს არის step up კონვერტერი და ახლა რა შეგვჭირდება? მიკროკონტროლერი, ესე იგი A-Tiny 85 მუშაობს სრული შესაძლებლობებით, ასე რომ ვთქვათ, რაც გააჩნია 5 ვოლტზე, შესაბამისად ლითიუმის აკუმულატორის მაქსიმალური სამუშაო ძაბვა არის 4.2 ვოლტი და გვჭირდება ისეთი step up კონვერტერი, რომელიც ამ ძაბვას აწევს 5 ვოლტამდე იმისათვის, რომ სტაბილურად კონდეს და იკვებოს, ასე რომ ვთქვათ, A-Tiny 85-მა 5 ვოლტით. ამისთვის გვჭირდება ზუსტად ეს step up კონვერტერი. შემდეგ უკვე გვაქვს ესეთი თერმისტორი, თერმორეზისტორი და გვაქვს OLED display, სადაც გამოგვაქვს ეს დაკითხული ინფორმაცია, გულისხმობ უშუალოდ ტემპერატურას. რაც შეეხება მინუსებს, მოდი მინუსებზეც ვისაუბროთ. აი აქ არ ვიცი თუ ხედავთ, ამ OLED display-ის დაბლა არის განთავსებული, ესე იგი RGB LED ჩიპი WS2812B, რომლის საშუალებითაც შეგვიძლია მივიღოთ ნებისმიერი ფერი მიკროკონტროლერის გამოყენებით. მოკლედ მინდოდა რომ ამ LED ჩიპის ესე იგი ფერები შეცვლილი იყო ტემპერატურის ცვალებასთან ერთად. მაგალითად თუ ავიდოდა 60 გრადუსზე უფრო ზემოთ რაღაც კომპონენტის ტემპერატურა მინდოდა რომ ყოფილიყო წითელი, თუ ჩამოცდებოდა რაღაც გარკვეულ ტემპერატურას მინდოდა რომ ყოფილიყო ლურჯი და მოკლედ აი ესეთი ფერების ვარიაცია მინდოდა რომ ყოფილიყო. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მინდოდა რომ ამ ტემპერატურის მიხედვით შეცვლილიყო ფერები, ჯერჯერობით ხაზს უსვავ, ჯერჯერობით ეს ყველაფერი არ გამომდის, ისევ და ისევ იმის გამო რომ პროგრამირებაში საკმაოდ სუსტი ვარ, მოკლედ მაქვს მეხსიერების პრობლემა, როგორც გითხარით, A-Tiny 85 ამ მიკროკონტროლერს აქვს Arduino-სთან შედარებით ბევრად უფრო მცირე მონაცემები და ასევე მეხსიერებაც და შესაბამისად მაქვს მეხსიერების პრობლემა, ანუ ის კოდი, ის ბიბლიოთეკები და ასე შემდეგ არის დიდი, რასაც ვიყენებ, ზომაში გულისხმობ, რა თქმა უნდა, და მოკლედ მაქვს მეხსიერების პრობლემა, თუმცა ეგ ჩემი აზრით არის მოგვარებადი და შესაბამისად ამ საკითხზე რა თქმა უნდა მუშაობ და წესდარიგით ყველაფერი უნდა გამოვიდეს. რაც შეეხება შემდეგ მინუსს, ესე იგი ვიცით რომ ლითიუმის აკუმულატორის სამუშაო ძაბვა არის მაქსიმალური არის 4.2 ვოლტი, ნომინალური 3.7, მაგრამ არსებობს ქვედაზღვარი, რის ქვემოთ თუ კი ის განიმუხტება, უკვე იწყებს ნელ-ნელა დაზიანებას და ასევე არსებობს რაღაც კრიტიკული ზღვარი, რომელსაც თუ ჩამოწდა ძაბვა ლითიუმის აკუმულატორის, მაგ შემთხვევაში შეიძლება საერთოდ გადასაგდები გავხდეს ლითიუმის აკუმულატორი. გულისხმობ იმას, რომ შესაძლებელი არის, რომ საერთოდ აღარ დაიმუხტოს. ესე იგი, ზუსტად ეგ ნაწილი გვაკლია მოკლედ ამ პლატაზე. ესე იგი, თუ კი ჩვენ მონიტორინგს არ გავუწევთ ამ ლითიუმის აკუმულატორის ძაბვას, ჩამოცდება ჩვეულებრივად რაღაც 3 ვოლტს, 2.5 ვოლტ, ჩამოვა 1 ვოლტამდეც და მოკლედ გადასაგდები გავხდება. შესაბამისად, კარგი იქნებოდა თუ მექნებოდა სქემაში დამატებული ეგ ფუნქცია, რომელიც განაპირობებს და უზრუნველყოფს იმას, რომ მაგალითისთვის თუ მიაღწევს ლითიუმის აკუმულატორის 3 ვოლტს, მაგ შემთხვევაში გათიშავს კვებას და შესაბამისად გაითიშება მთლიანი პლატა. ამ გზით უკვე დაცული იქნება ლითიუმის აკუმულატორი, აღარ ჩამოსდება მაგალითთვის 3 ვოლტს და შესაბამისად უკვე გვეცოდინება, როდის უნდა დავმუხტოთ.
თუმცა კარგი არის რომ ეგ დეტალი ასე ვთქვათ გამომრჩა. გამომდინარე იქიდან რომ ეხლა თქვენ ფოტოებს ხედავთ, სადაც ვაწყობ ვაპროექტებ ახალ პლატას, რომელიც იქნება ასევე ლითიუმის აკუმულატორის დამტენი პლატა. გვექნება კიდევ ორი საინტერესო ფუნქცია ამ პლატაზე და ასევე გვექნება დამატებული მოკლედ აი ეგ protection-ი, ეგ დაცვა, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ მოკლედ ლითიუმის აკუმულატორი, როდესაც ჩამოსდება რაღაც გარკვეულ ძაბვას, მაგ შემთხვევაში გათიშოს, ესე იგი output ტერმინალი და შესაბამისად ჩვენმა მომხმარებელმა რაც იქნება, ჩვენ შემთხვევაში მაგალითად მიკროკონტროლერი და OLED display, გათიშოს მოკლედ გაუმავალი ძაბვა და ამ გზით დაიცვას ლითიუმის აკუმულატორი დაზიანებისგან. სულ ეს იყო მეგობრებო, შეგიძლიათ გამოიწეროთ არხი და ლაიქოთ ვიდეო, თუ კი რაღაცა უნდა მოგეწონათ ეს ვიდეო და დასვათ კომენტარებში ნებისმიერი შეკითხვა. ასევე მინდა გითხრათ, რომ ვერ შეგვიდებით, რომ მალე იქნება, თუმცა აუცილებლად გავაკეთებ მაგ პლატასაც. შევქმნი უფრო სწორედ, ესე იგი, რამოდენიმე არხიანი თერმომეტრი მინდა რომ გავაკეთო. უბრალოდ თუ არის არხი, რაც ნიშნავს, ანუ რამოდენიმე თერმისტორი გვექნება პირობითად. და შესაბამისად მინდა რომ მუშაობის პრინციპით იგივენაირი იყოს, ჩვეულებრივად გაზომოს ტემპერატურა, თუმცა A-Time-85-ის მაგივრად გამოვიყენებ უკვე ESP32-ს, რომელიც მოგცემს საშუალებას აი ეს ინფორმაცია, მაგალითად ვზომავთ ერთდროულად 5 კომპონენტის ტემპერატურას პირობითად, აი ეგ დატა რაც იქნება, ეგ ტემპერატურები, ესე იგი ტემპერატურის მონიტორინგი შეგვეძლოს მობილურ ტელეფონში, ლეპტოპში, ან რა ვიცი, ნებისმიერ ადგილას გულისხმობ თუ კი ჩვენ აი ამ კონკრეტულ მაგიდაზე ვზომავთ სწორედ აი ამ ტემპერატურებს და ჩვენ წავალთ პირობითად, რა ვიცი, საზღვარგარეთ თუნდაც არ აქვს მაგას არანაირი მნიშვნელობა, ან საქართველოს ნებისმიერ წერტილში შეგვეძლება რომ ამ ტემპერატურებს მოკლედ ამ ლაივ რეჟიმში უყუროთ. პირობითად კიდევ შეგვიძლია დავამატოთ ის ფუნქცია რომ აი ეს მთელი ინფორმაცია რასაც გავზომოთ რაღაც გარკვეული დროის განმავლობაში აღირიცხოს და ჩაიწეროს და ჩვენ გქონდეს შესაძლებლობა რომ შევხედოთ გრაფას და პირობითად სიტყვაზე 1 საათის უკან რაღაც კონკრეტულ დეტალზე რა ტემპერატურა იყო, მოკლედ მაგის ნახვაც შეგვეძლოს. ეგ ბევრად უფრო შედარებით უფრო რთული იქნება რეალურად, მაგრამ გაუკეთებელი ნამდვილად არ არის და ბევრად უფრო დახვეწილი და მოკლედ გამოყენებადი და პრაქტიკული იქნება ჩემი აზრით. თუმცა ეს პლატა მე პირადად ძალიან შემიყვარდა, ძალიან ლამაზი არის, ძალიან კომპაქტური არის და რეალურად ძალიან პრაქტიკულიც არის. მაგრამ ის, რაც ეხა გითხარით, ჩემი აზრით, ბევრად უფრო კარგი და მაგარი იქნება. ასე რომ, რა ვიცი, თუ გინდათ ეგ ვიდეოც რომ იხილოთ ჩემს არხზე, უნდა გამოიწეროთ აუცილებლად არხი და თუ მოგწონთ ვიდეოები, უბრალოდ დალაიქოთ.